დღეს ძალიან დიდი სენია ალბათ 21 საუკუნის უმთავრესი სენად იქცა ნარკოტიკი. რადგან ამ თემას შევეხეთ, ვთქვათ, რომ საშინელებაა და ვთქვათ, პარემის ჩვენიანობაც მივახავთ. ხო, რომ ყველა გადაცემაში რაღაც 1-2 წუთს ვამბობთ ნარკოტიკების მავნებლობაზე და პარემ ეხლაც ვიტყვით, რომ ამაზე დიდი უბედურება ალბათ არაფერი არ არის დღევანდელ ჩვენ მოცემულობაში და საინტერესო რაღაც წავიკითხე შვეიცარიაში ღამის კლუბებში ძირითადად ცისფრად არის მთლიანად განათებული ტუალეტი, რომ ადამიანმა, ვინც მომხმარებელია ნარკოტიკის, ვენა ვერ დაინახოს და ნარკოტიკი არ მოიხმაროს ღამის კლუბში. ხო, ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი იდეა, არ ვიცი, დღეს კლუბურ ნარკოტიკს ვინც მოიხმარს, ვენასთან ალბათ კავშირი არა აქვს. კი, მაგრამ მაინც სვავენ და ხო, მაგრამ ყოველ დღე რო შეგილია რომ ეროვნულ ნაკრების რომ არა აქვს მშობე ხა კვარათი ვიწყებ გასაგებია მაგრამ არა მარტო ხო არ არის დაუშვათ ამდენი შეიძლება ერთი მეორე მესამე მეკარიდან დაწყებული იმამდე დამთავრებული აგერ ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდურის ნაკრებში დღეს ხვალ იწყება და მიდი რა კალათბურთელები არიან ხელბურთელები არიან რა ვიცი წყალბურთელები რაგბი რა ვიცი რა ყველა ნუ აღარ ვიძახი იქიდან ლაშა ტალახაძეა თუ იქიდან მოჭიდავეებია ხო რა ვინც გინდა რა სპორტის სახეობაც არის ამდენი მისაბაძი ყავს ამდენი ისა ყავს როგორ თქვა გმირი ნუ ამართულებით რაც შენი ის არის ორგანულია თან ხო სპორტი ხო არ არის ჩვენთვის მოგონილი რომ აი რახან ისინი არიან არ მინდა რომელიმე სპორტ შევეხო რა დაუშვათ ისეც რომელსაც თქვათ მაინდა-მაინც კარგად აი თხილა ხო აი ხო თუნდაც აი ეს რო გააგორებ და რომ უნდა მე ხო ნუ ეგ არ არის ხო ჩვენი და ნუ შეიძლება დარწმუნებულია რომ მაგასაც კარგად ითამაშებს ქართველი იმიტომ ხო ნიჭიერი ხალხი ვარ და რაღა მაინდა-მაინც იმას ვაძოთ რომ სადღაც კლუბში რაღაცა საფუჭებენ და ჩვენც გავაფუჭოთ.